გამარჯობა ყველას და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში ებრაული სამყაროს კვირეული არხზე. i24 News. მე ემილი ფრენსისი ვარ. ყოველ კვირას ჩვენ ვამახვილებ ყურადღებას ამბებზე, საკითხებსა და პიროვნებებზე, რომლებიც საინტერესოა ებრაული თემისთვის როგორც ისრაელში, ასევე მთელ მსოფლიოში. დავიწყოთ ამ კვირის მთავარი ამბებით ებრაული სამყაროდან. იხილეთ. ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა გაერთიანებულ სამეფოში 2026 წლის პირველ ნახევარში 21%-ით გაიზარდა, ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრესმა 1926 შემთხვევა დააფიქსირა. ეს არის მეორე ყველაზე მაღალი 6-თვიანი მაჩვენებელი ისტორიაში. მხოლოდ 2024 წლის პირველ ნახევარს ჩამორჩება. თავდასხმების რაოდენობამ იანვრიდან ივნისის პერიოდში ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 135 შემთხვევას მიაღწია. ეს 82%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. მსჯავრდებული ნეონაცისტი ჯოშუა ბონჰილ პეინი გადადგა როგორც კონსერვატორების კანდიდატი მომავალი წლის სომერსეტის საბჭოს არჩევნებზე ინგლისში, ებრაული საზოგადოების ლიდერების კრიტიკისა და მედიის ყურადღების შემდეგ. მან 2 წელი ციხეში გაატარა ანტისემიტური შევიწროების კამპანიებისთვის და საკუთარ თავს გამოსწორებულ ადამიანად აღწერს. ბონჰილ პეინმა განაცხადა, რომ მან კანდიდატურა მოხსნა, რათა ოპონენტებს კამპანია მისი წარსულის გარშემო არ დაეწყოთ. და ბოლოს არქეოლოგებმა სრულად გამოავლინეს ვინიუსის დიდი სინაგოგის მთავარი იატაკი და ცენტრალური ბემა. გამოავლინეს ფერადი იატაკი, ქალთა გალერეა და ლითონის 10 მცნების დაფა. აღმოჩენები გაკეთდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ეპოქის სკოლა, რომელიც სინაგოგის ადგილზე იდგა, დაანგრიეს, რამაც საშუალება მისცა ყველაზე მასშტაბურ გათხრებს მე-17 საუკუნის სინაგოგაში, რომელიც ნაცისტებმა გაანადგურეს და მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ საბოლოოდ გააკრა. გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს რიტუალური ნივთები, მათ შორის პასექის თეფში, გეფილტე ფიშის კერძის თეფში და ათეულობით რეზერვირებული ადგილის დაფა. კვირა იყო ტერორისტული თავდასხმის 25 წლისთავი იერუსალიმის სბაროს პიცის რესტორანში. აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაშავდა. შმუელ გრინბაუმის ცოლი, შოშანა, ერთ-ერთი დაღუპული იყო. ის ორსულად იყო და ორივე მათგანი ტერორისტულ თავდასხმაში დაიღუპა. მას შემდეგ მან თავისი ტკივილი მიზნად აქცია და შექმნა ინიციატივა სახელად პარტნიორების სიკეთეში. ძალიან გვიხარია, რომ ის სტუდიაში გვყავს. გამარჯობა და მადლობა, რომ აქ ხართ. მადლობა, რომ მიმიწვეთ. 25 წელი ვიცი, რომ ეს დიდი დროა. თუ ან ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირი არ გაქვთ, ვიცი, რომ ეს 9/11-მდე ერთი თვით ადრე მოხდა. პირველ რიგში, როგორ შეძლეთ გეგლოვათ, როცა ეს მოხდა და როგორ მიაღწიეთ იმ წერტილს, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვალათ? ფიქრობ, ეს ნაწილობრივ ხასიათზეცაა დამოკიდებული. ყოველთვის ვცდილობ თლიან სურათს შევხედო, ყოველთვის ვფიქრობ, რა შემიძლია გავაკეთო, რომ სხვები გავამხნევო. როცა სხვებზე ფიქრობ, ეს შენს გეხმარება, რომ გამხნევდე. საინტერესო, ანუ როცა ეს მოხდა, თქვენ აქ არ იყავით, ერთად იყავით ისრაელში და თქვენ უკვე სახლში დაბრუნებული იყავით. მე კვირას სახლში დავბრუნდი და თავდასხმა ხუთშაბათს მოხდა. ვაუ, როგორია ახლა ისრაელში ყოფნა ან წლის თავზე, გონის თავზე, გონია თითქოს ეს გუშინ მოხდა, თუ უკვე შეგიძლია უკან გაიხედო და გააცნობიერო, როგორ მოახერხეს საკუთარი თავის შეცვლა. ერთის მხრივ ეს ძალიან ემოციურია, ძალიან ძლიერი ტკივილია. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემი მისია აქ არის, რომ ხალხი გავამხნევ. და ძალიან ამაღელვებელია აქ ყოფნა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ხალხის გამხნევებას. ადამიანების მოყვანა, მათი გაერთიანება. ვითხარით ინიციატივის შესახებ, რა ქვია მას და როგორ მუშაობს? 25 წლის განმავლობაში მე ვაქვეყნებ სიკეთის ისტორიებს. ადამიანები მთელი მსოფლიოდან გვიგზავნიან სიკეთის ისტორიებს. და ჩვენ მივიღეთ საოცარი გამოხმაურებები ადამიანებისგან იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა ამ ისტორიებმა მათზე, განსაკუთრებით მეორე ინტიფადის დროს, სბაროს შემთხვევისას, როცა მთელი ქვეყანა ძიმე ტრავმას განიცდიდა, ადამიანები ამ ისტორიებით ჩაგონებულები იყვნენ და ეს მათ ამაღლებდა. ეს მათ სხვადასხვა გზით ეხმარებოდა. ასე იყო 9/11-ის დროსაც ეს საოცარი იყო. ამიტომ ბევრი კვლევა ჩავატარე ამ თემაზე, ბევრი სამეცნიერო კვლევა გავაკეთე, რომ მენახენახა რა იყო ის, რაც ადამიანებს აყაფთოვანებდა და როგორ შეგვეძლო ამის გაზრდა, როგორ შეგვეძლო ამით სამყაროს გაუმჯობესება. ასე რომ 25 წლის განმავლობაში მე ვაგზავნიდი იმეილებს და ეს საოცარი იყო, ძლიერი, ძალიან სასაცილოა. ხალხი ამ კვირაში ისრაელში ვიყავი, ამიტომ იმეილების გაგზავნაში ისეთი მოწესრიგებული არ ყოფილვარ. ისინი ყოველ დღე იგზავნება და ხალხი მეკითხება, სად ხარ? არა, საინტერესო ის იყო, რომ ეს საოცარი იყო. მე ვჩქარობდი სახლიდან გასვლას, შოშანას გარდაცვალების წლისთავზე და მართლა ძალიან ვჩქარობდი და ამას ბოლო წუთს ვაკეთებდი. და ისტორიიდან დაახლოებით ერთი წინადადება ამოვჭერი და მივიღე დაახლოებით 20 იმეილი. მეორე დღეს უყურებ და ვფიქრობ, რა არის ეს ყველაფერი? ამდენი იმეილი არასდროს მინახავს. ეს ადამიანები პანიკაში იყვნენ, რადგან მათ აკვდათ ისტორიის ბოლო წინადადება. ვაუ, ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ისინი ნამდვილად ეხმიანებიან ამას. ასე რომ აგვიხსენი რწმენის ძალა და როგორ იყენებ ჩვენს მიზანს, რომ ვიყოთ სინათლე ერებისთვის. რწმენის გამოყენება არა მხოლოდ იმისთვის, რომ შთააგონო ადამიანები, არამედ შენ ასევე საუბრობ მეცნიერებაზე და იმაზე, თუ როგორ აჩვენებს მეცნიერება, რომ რწმენას რეალურად აქვს გავლენა. ვფიქრობ, რაც უნიკალურია ჩემს მიდგომაში, ალბათ ისაა, რომ
ჩემი მიდგომა მიმართულია ყველა განსხვავებული რწმენის ადამიანებისკენ. არა მხოლოდ ებრაელებისკენ, არა მხოლოდ ქრისტიანებისკენ, არა მხოლოდ მუსლიმებისკენ, არამედ ყველა რწმენის ადამიანებისკენ და მათგანაც ვისაც საერთოდ არ აქვს რწმენა. ეს არის ჩემი მიდგომა. აბა როგორ აძლევ რწმენას ურწმუნოებს? ეს მართლაც საოცარია. ასე რომ ძირითადად ნახავ, რომელი მიდგომა უნდა ავირჩიო, თქვათ, ბიოლოგიური მიდგომა. სხეული ფუნქციონირებს ჰორმონების საშუალებით. სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების უმეტეს გადაწყვეტილებებს ჩვენი ემოციები და ჰორმონები მართავს. და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჰორმონია ოქსიტოცინი. ოქსიტოცინი არის სიყვარულის ჰორმონი. და ის აერთიანებს ადამიანებს და ამაღლებს სულს. ეხლა რა არის საინტერესო? და იმ სამეცნიერო კვლევებში, რაც მე ჩავატარე, ჯერ საბოლოო მტკიცებული არ მინახავს. მაგრამ ძირითადად იგივე ჰორმონი, რომელიც ამაღლებს ადამიანებს და დაკავშირებულია სიკეთის აქტებთან და იმ აღტაცებასთან, რასაც ადამიანები განიცდიან. სიკეთის აქტების ხილვა, სიკეთის აქტების შეკეთების შესახებ მოსმენა, სიკეთის აქტების კეთება, იგივე ჰორმონია, რომელიც გამოიყენება სულიერი გამოცდილებისთვის. აი ეს გადამდებია. არამედ სულიერი გამოცდილება. ყველა რელიგიის ადამიანებისთვის. მართლაც მშვენიერია, რომ ასე პოზიტიურად ხარ განწყობილი და შმუელ გააგრძელე, კარგი საქმე, გაანათე სამყარო. კიდევ ერთხელ, ორგანიზაციას ქვია Partners in Kindness. მალე ისევ აგიხილავთ. გმადლობთ. თუ სოციალურ ქსელებში იყავით, შეიძლება ნახეთ, რომ Culture Club-ის ვარსკვლავმა Boy George-მა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სიმღერა, რომელიც ისრაელს უჭერს მხარს და ქვია ჩვენ ისე ვიცეკვებთ. მაგრამ თუ ნახეთ დასული კვირის ეპიზოდი Jewish World Weekly-ს, შეიძლება ასევე ნახეთ i24 News-ის კორესპონდენტი ჯო ბრაუნი, რომელიც საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც მას ამ სიმღერასთან, მის შესრულებასთან და იმასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ როგორ წარმოაჩინა მან ისრაელი მსოფლიოსთვის. მაგრამ ყველა არ ეთანხმება ჯოს. სინამდვილეში ბევრი ადამიანი არ ეთანხმება და ისინი უკმაყოფილოები იყვნენ და ამ კატეგორიაში ერთ-ერთი არის დევიდ დრაიმანი, მძიმე მეტალის ბენდის Disturbed-ის წამყვანი ვოკალისტი. ჩვენთან ერთად ჰერცლიადან, ისრაელიდან მადლობა რომ აქ ხართ და ჩვენ სტუდიაში თავად ჯო ბრაუნიც გყავს. მადლობა რომ დამპატიჟეთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ჯო, შენიც დავიწყებთ, რადგან მათთვის ვინც ეს არ ნახა, აგვიხსენი, რატომ იგძენი ასე და რატომ ფიქრობ, რომ ეს ხალხს ასე გააბრაზებდა? პირველ რიგში, ყველას ვინც ახლა გვიყურებს, მოუწოდებ ან წაიკითხონ სტატია, რომელიც ამ თემაზე დავწერე, ან ნახონ სიუჟეტი, რომელიც Jewish World Weekly-ისთვის ჩავწერე. თუ გსურთ, ნახოთ ეს ჩემს ახლად შექმნილ Instagram-ის ანგარიშზე არის. ეკრანის ქვედა ნაწილში პატარა რეკლამაა თქვენთვის. მოусმინეთ. ამის გამო ბევრი კრიტიკა მივიღე. ბევრი ამბობს, რომ ებრაელი ხალხის წინააღმდეგი ვარ, რომ ჰამასის მხარდამჭერ ნარატივებს ვავრცელებ, რაც თუ მიცნობთ, სიმართლესთან ძალიან შორსაა. მე ებრაელი ვარ. მე ისრაელის მოქალაქეობა მაქვს. მოქალაქეობა. შენ აწარმოებ Jewish World Weekly-ს. ზუსტად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვზუნავ იმაზე, როგორი იმიჯი აქვს ისრაელს მსოფლიოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სადავო საკითხია. ბევრმა აღნიშნა, რომ ისრაელი PR ომს აგებს. და ეს ამის უკან ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ გზავნილი არ იყო მიმართული იმ ადამიანებისკენ, ვისაც უნდა მისწვებოდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ან საერთოდ არ აინტერესებთ ეს კონფლიქტი, ან შეიძლება ისრაელის წინააღმდეგიც კი იყვნენ და სწორედ მათი გადმობირებაა საჭირო. ბევრი გზავნილი მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც უკვე მათ მხარეს არიან, ანუ საკუთარ აუდიტორიას ელაპარაკებიან. სწორედ ამას გულისხმობდი ამ Boy George-ის AI სიმღერით. ამაში რამდენიმე საკითხია, რომელსაც გარედან უნდა შეხედო. ვიღაც ვინც ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებს, ფიქრებს, ეს რამე ისეთი ხომ არ არის, რაც ჩვენს მხარეს გადაიყვანს. პირველი რაც აღნიშნე, უფრო ეშმაკის ადვოკატის როლში ვიყავი. აღნიშნე, რომ Boy George-ს მართლაც აქვს ნასამართლეობა. მას ცოტა რთული წარსული აქვს. იყო შემთხვევა, როცა მან ესკორტი ბატარეაზე მიაბა და სცემდა. მაგრამ როგორც რამდენიმე დღის წინ ამ სტუდიაში გითხარი, ოდნავ სხვა თემაზე. მე მჯერა, რომ ყველა ცხოვდილს აქვს მომავალი და ყველა წმინდანს აქვს წარსული. მან ეს უკვე უკან მოიტოვა. მან ბოდიში მოიხადა ამისთვის. და მე არ ფიქრობ, რომ ეს უნდა გამოიყენონ მის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი ადამიანი არ მეთანხმება. ეს არის ის, რაზეც ფართო საზოგადოების რეაქციის კუთხით უნდა იფიქრო. ამ სიმღერასთან დაკავშირებით ჩემი პრობლემა ისაა, რომ პირველ რიგში ეს არის ზარმაცად დაწერილი, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უსარგებლო მასალა. ეს ეხება ძალიან სერიოზულ საკითხებს. 7 ოქტომბრის შესახებ ამ არეული რეგის ფონზე. Boy George-მა ეს არ დაუწერია. მან უბრალოდ ჩაწერა რამდენიმე მითითება ხელოვნური ინტელექტის სისტემაში და ასე შეიქმნა ეს. მაგალითად, Bob Dylan-ს ჰქონდა სიმღერა Neighborhood Bully, ისრაელის ომებზე. ეს იყო რაღაც, რაზეც აშკარად იგრძნობოდა, რომ ძალიან ძლიერად განიცდიდა და ზუსტად ამ საკითხზე ნამდვილად ზრუნავდა. ხო ესეა. პრობლემა ამაშია. თუ ვინმე ამას უყურებს და კონფლიქტი დიდად არ აინტერესებს, შეიძლება იფიქროს, რომ ეს უხერხულია. ეს არის ხელოვნური ინტელექტის რეგი, რომელიც ისრაელელ ქალებზე ლაპარაკობს, რომლებსაც ხეები აუპატიურებენ. ამით ხალხს ჩვენს ხარეს ვერ გადმოვიბირებთ. და ფიქრობ, ეს არის მთავარი პრობლემა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ Boy George-ს,
მან ეს მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაუკეთებია. მან აქაც იმღერა, მე ვნახე როცა ის გამოდიოდა. მას როცა ის ნამდვილად იყო, აქვს ეს მე მის გამოცდილება. Twitter-ზე ვადევნებდი თვალს. ის უკვე დაახლოებით 16 წელია ისრაელზე დადებითად წერს. ამიტომ მე ვცემ მას პატივს, რომ გაბედა და თავისი აზრი ღიად გამოხატა. მაგრამ სწორედ აქ უნდა დაფიქრდნენ ისრაელის მხარდამჭერები კრიტიკულად. როგორც წარმოაჩენს ეს ისრაელს დანარჩენი მსოფლიოსთვის. და ეს როგორც მაგალითი, ეს კარგად არ გამოიკურება. ეს ცუდი პიარია და ჩემი აზრით უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელს. კარგი დავით, ვიცი რომ ყურადღებით უსმედი, მინდა შენი აზრი მოვისმინო ამ საკითხზე და ეხლა როცა ჯოს პერსპექტივასაც ისმენ, რას ფიქრობ? მე ფიქრობ, რომ ჯოს ცნობია. ფიქრობ, რომ ის მუსიკის ცნობია. გონია, რომ მას მუსიკის კომპოზიციაზე არაფერი გაეგება. ან გონია, რომ მას ოდესმე სიმღერა დაუწერია ცხოვრებაში. და არ ვფიქრობ, რომ ის იმ პოზიციაშია, რომ ესე გააკრიტიკოს ეს სიმღერა, როგორც ახლა აკრიტიკებს. ახლა მოდი გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან. როგორც ებრაულად ვამბობთ, ალტან ბერეია ხიმალით ვაკეა, ხო ასეა. გემოვნებასა და სულზე არავინ დაობს. ყველას აქვს თავისი აზრის უფლება. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველგან სავსეა აკვიატებული და იძულებითი აზრები. მაპადიეთ ასეთი გამოთქმა, მაგრამ აზრები ყველას აქვს, როგორც უკანა ადგილი. The two Joes ცდილობს ესეთი იყოს, მაშინ ნამდვილად გამოსდის. არ ვიცი რა გითხრა, ის არ არის. მოისმინე, ის არ არის. მიუხედავად იმისა, მე ვამომეცი თქვა ჩემი სათქმელი. ბევრი დრო მოგეცი სალაპარაკოთ. ეხლა ჩემი დროა ვილაპარაკო. ეხლა შენ მომისმენ. ხო? ეხლა თუ ფიქრობ, რომ გასართობი ინდუსტრიის რომელიმე არტისტი სრულიად უცოდველია, აბსოლუტურად უმციქროა. არ აქვს ბნელი წარსული, არ აკეთებს უცნაურ რაღაცებს, არ აქვს გიჟური კულისების ამბედი, წეულედედი და ისეთი სიგიჟეები, რასაც ვერასდროს წარმოიდგენ. რაღაცები, რასაც ვერც კი დაიჯერე. კარგი, ეს ყველაფერი ხდება. და მე არ ვაპირებ სახელების დასახელებას, რადგან ეს ჩემი სტილი არ არის. ეს არ არის ღირსეული საქციელი და უხერხულიც იქნებოდა ასე მოქცევა. კარგი. მაგრამ რასაც ვერ ხვდები ისაა, რომ ადამიანები, რომელთა აღწერასაც ცდილობ და რომლებიც ამ საკითხის მეორე მხარეს არიან, თუ ფიქრობ, რომ სიმღერა ბოი ჯორჯისგან, ჩემგან ან საერთოდ ნებისმიერი სხვა ადამიანისგან მთელ დედამიწაზე რაიმე გავლენას მოახდენს და მათ ჩვენს მხარეს გადმოიყვანს, მაშინ აშკარად ყველაფერს იჯერებ. შენ საერთოდ არ იცი რაზე ლაპარაკ. იმ ადამიანების ჩვენს მხარეს გადმოყვანის არანაირი იმედი არ არსებობს. რადგან ისინი თავიანთ მხარეს რელიგიურად ერთგულები არიან. ისინი იმ მხარეს არიან ინდოქტრინირებულები. ისინი იმ მხარეს არიან twin გამორეცხილები. ჩვენ გვინდა ვცადოთ და მივუწდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც შუაში არის. გვინდა მივუწდეთ იმ ადამიანებს, რომლებამდეც ჯერ კიდევ შეიძლება ხმის მიწვდენა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მთავარი კი ისა, ჩვენ გვინდა ვცადოთ და გავაძლიეროთ ყველა ჩვენი ებრაელი ძმა და ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი იმედი არ აქვს. იმიტომ რომ თელ ებრაულ სამყაროში არავის აქვს ხერხემალი. შოუ ბიზნესში რომ გააკეთოს ის, რაც ეხლა ბოი ჯორჯმა გააკეთა, ეხლა შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ცუდად დაწერილი სიმღერაა. იცი რა კაცო, მე ბევრი სიმღერა დამიწერია. ბევრი მათგანი ჰიტების სათავეში იყო. ვიცი რა არის ჰუკი. კარგი, და ამ სიმღერაში ძალიან ძლიერი ჰუკია. კარგი, მოდი გავჩერდეთ. კი, გაგზელე ჯო. აი, რა ხდება, დევიდ? შენ 100%-ით მართალი ხარ. დიახ, მე შემიძლია დავაფასო ჯო, რადგან ის შოუს პროდიუსერია. მე მესმის. ჩვენ ვერ შევძლებთ. ჩვენ ყოველთვის ვერ ვიქნებით მსხვერპლები, ამას ვამბობ. ჩვენ ყოველთვის ვერ წარმოვაჩენთ თავს როგორც მსხვერპლებს. ზოგჯერ ჩვენც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მე მოგეცის სიტყვის უფლება, სიტყვას. შენ გამიბრაზდი, რომ არ მომეცის სიტყვის უფლება. ასე რომ ეხლა გთხოვ, მე ვილაპარაკო და შენ მომისმინე. მადლობა. მოусმინე, შენ 100%-ით მართალი ხარ. შენ ძალიან ნიჭიერი სიმღერების ავტორი და მუსიკოსი ხარ, როგორც ბოი ჯორჯიც. ჩემს ხეუში მუსიკალური ძვალი არ მაქვს, მაგრამ ჩემი აზრი ისაა, რომ მეც შემეძლო ამ სიმღერის გაკეთება, რადგან ყველაფერი რაც გჭირდება, არის საიტზე შესვლა, რამდენიმე მითითების შეყვანა და შეგიძლია ეს მიიღო. ეს არაჩვენებს იმ გულსა და ემოციას, რაც ესეთი სერიოზული თემისთვის გჭირდება. და მთავარი მიზეზი, რატომაც ეს კონკრეტული სიმღერა ასე ძალიან მაწუხებს. და ეს უკვე აღნიშნე, ტექსტიც წინ მიდევს. არასდროს გიხსენებია 7 ოქტომბერი, ახალგაზრდა გოგონები, რომლებსაც ხეებთან აუპატიურებდნენ, სიცოცხლეს უსასტიკესად უსწრაფებდნენ, მხოლოდ ცეკვის გამო. როცა ასეთ რამეს უსმენ, ეს ჩემში მძაფრ ემოციებს იწვევს. ეს მაბრაზებს სიმღერის ავტორზე, რომ ასეთი რამ ჩაწერა. და როგორც უკვე ვთქვი, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბოი ჯორჯს. ფიქრობ, ის ძალიან ჩტამბეჭდავია. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირეა ისრაელისთვის. განსაკუთრებით იმ დროს, როცა ბევრს ეშინია ხელი ასწიოს და თქვას, მოусმინეთ, მე ისრაელის და ებრაელების გვერდით ვდგავარ. მაგრამ არსებობს მიზეზი, რატომაც ასე ბევრი ადამიანი არ არის.
ეს იმიტომ ხდება, რომ როცა კულტურის ვარსკვლავები ისრაელთან ასოცირებას ცდილობენ, ფიქრობენ, ვის აძლევს ისრაელი პლატფორმას. ესე რომ, მაგალითად ეს, მე უკვე ვთქვი ჩემი აზრი ამაზე. Kevin Spacey მისთვის წითელი ხალიჩა დაუგეს, როცა ისრაელში ჩამოვიდა. ეს იყო 2024 წლის დეკემბერში. მან შეხვდა ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას, კლავიო თულა, რომელსაც აქვს ძალიან სანდო ბრალდებები სექსუალურ ძალადობაში. და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ის კაცია, რომელიც ჩაქუჩს ურთხამს საკუთარ ლოყას. ის ისრაელში მიესალმნენ, რადგან ხალხს უბრალოდ სურს შეინარჩუნოს კულტურული მნიშვნელობის ნებისმიერი მცირე ნიშანი, რისთვისაც ადამიანები მზად არიან თავიანთი თავის საფრთხეში ჩააგდონ ჩვენთვის. და მოусმინეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ფართო, ყველასთვის გახსნილი გაერთიანება, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ კრიტიკულად უნდა ვიფიქროთ ამაზე. შენ ამბობ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სიმღერით ვერ იქნებიან დარწმუნებულები. მე არ ვეთანხმები. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს არის ჰასპარას კამპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი დაფინანსების წყარო. ეს რბილი ძალა. ამიტომ შევძელით მადონას ჩამოყვანა ევროვიზიაზე 2019 წელს, მაშინ როცა ისრაელი მასპინძლობდა დიდ სპორტულ ღონისძიებებს 7 ოქტომბრამდე. ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ეს ატენებს ხალხს ჩვენს მხარეს. ხალხი უსმენს ცნობილ ადამიანებს. შეიძლება გეგონოს, რომ ეს სისულელია, მაგრამ ფაქტი ასეთი და არის მიზეზი, რატომაც ასე ცოტა ცნობილი ადამიანი გამოდის ისრაელის წინააღმდეგ. თუნდაც ბოი ჯორჯი, დიახ, მან დაკარგა როლი მიუზიკლში იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი ვესტენზე და ამის გამო ძალიან მეწოდება, მაგრამ თვითონაც კი თქვა ეს. მას არ უგწნია, რომ ამის გამო გარიგეს. ამბობს, რომ ბევრად მეტი ინსტაგრამის გამო მართლა ვფიქრობ, რომ უნდა ვუჭერდეთ მხარს ამ ყველაფრის უკან მდგომ ადამიანებს, ეს ჩემი აზრია. და სწორედ ამიტომ მოვედი არხზე, რომ ამაზე მესაუბრა. დიახ, რა თქმა უნდა, ამისთვის. გააკეთეს. კარგი, მოდი ცოტა ხნით ეშმაკის ადვოკატის როლში შევალთ, კარგი? და თქვა, შენ თავარი პრობლემა იმაშია, რასაც ამბობ, ანუ იმაში, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უსარგებლო მასალა, რომელიც მან უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის სისტემაში ჩაწერა და სისტემა მის მაგივრად გააკეთა ყველაფერი. როგორც მე ვიცი, ტექსტიც მისი დაწერილია და მელოდიაც მისი შექმნილია, ხოლო ინსტრუმენტაცია გარშემო უკვე მისთვის შეიქმნა. ასე ამბობს თვითონ. ეხლა მე არ ვაპირებ ამ განცხადებების წინააღმდეგ კამათს. არ ვაპირებ ვინმესკენ თითის გაშვერას. ასე ამბობს თავად მუსიკოსი. ეხლა არსებობენ არტისტები მთელი გასართობი ინდუსტრიის მასშტაბით, რომლებიც მღერიან სიმღერებს, რომლებიც თავად არ დაუწერით. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა. კარგი, არსებობს სიმღერები, რომლებიც დაწერილია სიმღერების ის ავტორების, პროდიუსერების მიერ. იცი, ხალხს სერიოზული პრობლემა ჰქონდა ორინჩიანი ფირიდან პროტულზე ჩაწერაზე გადასვლასთან. ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა, როცა გადადიოდნენ. იცი, როგორც პლასტმასის ტიპის კლავიატურები და ანალოგური აპარატურა, რომელსაც ადრე იყენებდნენ, ყველაფრის სტრუქტურირებამდე კომპიუტერზე, Pro Tools სისტემაში, რომელსაც ყველა EDM მუსიკოსი იყენებს და ყველა იცი, ჩვეულებრივი მუსიკოსის დღეს სტუდიაში იყენებს. ყოველთვის არსებობს შიში ახალი ტიპის ტექნოლოგიების მიმართ. ის ფაქტი, რომ ეს მუსიკალური ნაწარმოები თავად არტისტის მიერ არ არის დაწერილი, სრულიად უმნიშვნელოა. ეს არის რაღაც, რაც 10 წლეულებია კეთდება და მასობრივად ხორციელდება. ეს მუსიკის დაბადებიდანვე ასეა. იცი, აქ არის ადამიანის ჩართულობა. მისი ტექსტები და მისი მელოდია. და თუნდაც ისი იქნებოდა თუ არა ადამიანის ჩართულობა. თუ სიმღერა შენი არ არის, სიმღერა შენი არ არის. თუ კარგია, კარგია. იქნება ის ხელოვნურად შექმნილი, თუ ნამდვილი ადამიანის მიერ. მოусმინე. არავინ არის უფრო დიდი მხარდამჭერი სიმღერების ძველი სტილით შექმნის, ვიდრე მე, მართლა. მაგრამ მე არ ვაპირებ უარყო რაღაცა საოცარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვანაირად შეიქმნა. ფიქრობ ეს ცნობობაა, როგორც თქვი. იცი, მე ის ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია დააფასოს კარგი მელოდია. მე ის ვარ, ვისაც შეუძლია დააფასოს მხარდაჭერა. და რომ გულწრფელად გითხრა, ჯო, გეთანხმები ამაში. და ეს ერთ-ერთი კრიტიკაა, რომელიც ჩემსავე ორგანიზაციას უთხარი, Creative Community for Peace-ის წევრიც ვარ. ისა რომ ჩვენ ცოტა ზედმეტად სასოწარკვეთილები ვართ, რომ ვინ მოვიდეს და დავიჭიროს მხარი. ჩვენ იმ სასოწარკვეთილ გოგოს გავართ ცეკვაზე, რომელიც სკამზე ზის და ელოდება, როდის მოიწვევს ვინმე ცეკვაზე. დიახ, გეთანხმები. და ეს ჩემთვის სხვა ყველაფერთან შედარებით ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, უხერხული თემაა, რაზეც შევიძლია ვისაუბროთ. ამ თემაზე საუბრისას, დავით, დიდი მადლობა, ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. The Joe.
მადლობ რომ გამოხვედი. მხარი დაგვიჭირა და აგვიხსენი შენი აზრები. აშკარად ხომ ხედავ, ხალხი ამაზე საუბრობს. ესეთი გამოხმაურება იშვიათად გვაქვს. ყოველ კვირას ვართ ეთერში Jewish World Weekly-ში და ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობთ. კარგია რომ ეს თემა საუბარს იწვევს. მაშ დიდ მადლობას გიხდით ორივეს. მე ვარ Miss Royal Ha. ამ შაბათ-კვირას ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეა, როცა მილიონობით ადამიანი აღნიშნავს ქვეყნის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 79 წლისთავს. ეს ერთი წლით ადრე მოხდა, ვიდრე ისრაელს სუვერენიტეტი აღიარებოდა. და ჩვენ სტუდიაში ვზეიმობთ გემრიელი, ქოშერული, ინდური სუფრით და საყვარელი წყვილით. გთხოვთ მიესალმოთ ლირონ და ბენიამინ ხალიფას ქოშერ ინდიადან. გამარჯობა და მადლობა რომ აქ ხართ. მადლობ. პირველ რიგში თქვენ ძალიან საყვარელი ისტორია გაქვთ. თქვენ თავდაპირველად გაიზარდეთ ორთოდოქსულ ოჯახში ინდოეთში. სანამ ერთმანეთს შეხვდებოდით, როგორი იყო ეს? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ებრაული ტრადიციები და რიტუალები ინდოეთში გაზრდისას და რამდენად ემთხვეოდა ან ერწყმოდა ისინი ინდურ კულტურას? მე ძალიან ტრადიციულ ებრაულ ოჯახში გავიზარდე. ჩვენ ვიცავდით კაშრუთს, რაც ეცროულად რთულიც იყო და მარტივიც, რადგან ჩვენ არ გვაქვს რაბანუთი, მაგრამ ყველაფერი ვიცით რა არის ვეგეტარიანული და რა არა. ასე რომ ეს ძალიან კარგია. ხო, ჩემი ოჯახი ძალიან კაცრად იცავს კაშრუთს. შაბათის დაცვა ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ მუშაობდა ყველაფერი. მაგრამ დიახ, კოშერის დაცვა ყველაფრის საფუძველია. იომ ტოვი და ყველა დღესასწაული. ასე რომ დიახ ძალიან ტრადიციული ისეთი ადგილია, სადაც ადამიანები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ, რომ იქ მიიღონ გამოცდილება. შენ კი გადაწყვიტე ალია გაგეკეთებინა ისე, რომ არც კი გინახავს იქაურობა. აღმოჩნდი ულპანში და მე შეხვდი ამ ბიჭს, ხო, აი ესე. გეგმა გაქვს. შენ გეგმავ რაღაცებს, მაგრამ ღმერთს თავისი გეგმები აქვს. ხო. მერე რა მოხდა? ჰებრაულის გაკვეთილზე ნახე და უბრალოდ თქვი, ღმერთო ჩემო. 2012 წლის იანვარში ჩამოვედი და მეორე დღეს როცა ჩამოვედი, ის იქ იყო. და ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. ზუსტად. და შენ საფრანგეთიდან ხარ, მოდი ეს გავარკვიოთ. და შენთვისაც იყო სიყვარული ერთი ნახვით. არა. როგორ არა? მან დაგარწმუნა რომ შანსი მიგეცა მისთვის. დაგეხმარები. მართლა? უი, ძალიან ცხელი. რომანტიკული ფრანგული ყვავილები. კარგი, ეხლა თქვენ დაქორწინებული ხართ. გაქვთ ბიზნესი და აერთიანებს თქვენ სამზარეულოებს. მოგვიღევით ქოშერ ინდოეთზე. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და მოგვიღევით ამის შესახებ? ეხლა ჩვენ ყავს ოჯახი, ყავს 4 შვილი და ყოველ ჯერზე როცა სახლში ვამზადებთ, გვაქვს ფრანგული სამზარეულო, გვაქვს ალჟირული სამზარეულო, გვაქვს ისრაელის სამზარეულოც, რადგან გვიყვარს ისრაელი. კი და გვაქვს ინდური სამზარეულოც. ჩვენ სახლში გვინდა რომ ბავშვები გახსნილები იყვნენ ყველა კულტურის მიმართ. ბენს ძალიან უყვარს ხორცი. მე კი ისე არ დავზრდილა რომ ბევრი ხორცი მეჭამა. ასე რომ ეს არის როგორც ქოშერული ინდოეთი. ეს დაიწყო იმით რომ გვინდოდა ჩვენ სახლში შემოგვეტანა ინდური ხორციანი კერძები, რომლებიც ისრაელშიც ნაკლებად არის ცნობილი, განსაკუთრებით ქოშერული ვერსია. ქოშერული ხორციანი საკვები ცნობილი არ არის ცნობილი. და მინდოდა რომ ჩემს შვილებსაც ცოდნოდათ ის ფაქტი, რომ ინდოეთში ხორცი გვაქვს. და გვაქვს ყველაფერი, ყველა სახის სანელებელი და ყველაფერი. მაგრამ ყველაფერი ქოშერულია ასევე. ანუ აუცილებელი არ არის რომ იყოს არაქოშერული საკვები. ხო ასეა, მესმის, როცა ინდოეთში ხარ თულია ქოშერული ხორცის პოვნა. საქმე ხორცში კი არ არის, არამედ იმაში რომ ქოშერული იყოს. ასე რომ დიახ, ეს ასე გავრცელებული არ არის. კარგი, ასე რომ თქვენ ძალიან კარგ ნიშას ავსებთ. არც რესტორანი ხართ, არც კეიტერინგი, თქვენ რეალურად გამოცდილებას აძლევთ ხალხს. მოდი აგვიხსენი რა გვაქვს აქ და რას მიიღებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ისწავლონ, მიიღონ მონაწილეობა და ისიამოვნონ. ამ გამოცდილებიდან კარგ საჭმელსაც მიიღებენ, როგორც უკვე დავიწყე ჭამა. შენ თავაზობთ რეალურად გამოცდილებას, არა უბრალოდ კეიტერინგს ან ჩვეულებრივ რესტორანს. როგორც ვთქვით, გვაქვს ღონისძიებები, ადამიანები გვიკავშირდებიან დაბადების დღეზე, ბარმიცვაზე, ესეთ რაღაცებზე. ასევე გვაქვს ვორქშოპები იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ისწავლოს და იცით, სახლში კიდევ გააკეთოს ეს ყველაფერი. დიახ, გვაქვს, როგორც ვთქვით, ხორცეული, ჩვენი მთავარი მიმართულება, მაგრამ ასევე გვაქვს ვეგეტარიანული, ვეგანური და რძიანი ვარიანტებიც. ეს ყველაფერი ადამიანების სურვილზეა დამოკიდებული და ასევე გვაქვს კორპორატიული ღონისძიებები. საოცარია და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ აქ საკოტყვების დიდი მრავალფეროვნება ნამდვილად არ არის. მეც მიჭირს ხოლმე. თუ თელ-ავივში არ ხარ, ან იცი რთულია მრავალფეროვნების პოვნა. ასე რომ ვფიქრობ, ხალხი ამას დიდი სიამოვნებით იღებს. დიახ, უმეტესად ძალიან კარგ გამოხმაურებებს ვიღებ ადამიანებისგან. რადგან ზოგიერთი კერძი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემს ოჯახისთვის შევქმენი, ახლა ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. მაგალითად ბატერ-ჩიკენი. დიახ, კარგი, გითხარი. ხო, მაგრამ ეს ქათამია. ისეთი დიდი გავხდები. შეიცავს კარაქს და соуსი მზადდება ნაღებით და სხვა ყველაფრით, მაგრამ კოშერული ვერსიის გამო მე სრულიად გადავაკეთე ის და ეს ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. უი, დიახ, მე არ მაქვს ჩანგალი. კარგი, ესე რომ ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ასე მარტივად გააკეთებ კოშერულად. არა, მაშ რა გააკეთეთ? რომ მოამზადეთ და მე მოვიგე.
ასევე კიდევ ერთი რამ არის ის, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ინდური საჭმელი საჭიროებს ამას. იოგურტის ნაცვლად ადამიანები ამატებენ ქოქოსის რძეს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. კარგი. არ არის აუცილებელი ყოველთვის გამოიყენო ქოქოსის რძე ან ნაღები. ეს ძალიან გემრიელია, ძალიან ბედნიერი ვარ. გიცნობთ და თქვენ საოცარი წყვილი ხართ, გისურვებთ ასეთ. ორივენი შესანიშნავად ართმევთ თავს. გმადლობ. დიდი მადლობა თქვენ ძალიან. რა თქმა უნდა, ეწვიეთ Kosher Indias, მათ Instagram გვერდით subs და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასე რომ ინდოეთს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ. ჩვენ გვიყვარს. და ეს იყო ყველაფერი Jewish World Weekly-დან. მე ვარ Emily Francis-ი, დიდი მადლობა ყურებისთვის და მომავალ კვირას ისევ აგელოდებით.